სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი მედიის წარმომადგენლებს ხვდება პირდაპირ ეთერში ერთავთ სამინისტროს. მართავთ მორიგ შეხვედრას ამ ფორმატში. ეს მიანიშნებს, რომ ჩვენ კვლავ ღია ვართ და ჩვენი კარები მუდამ ღია იქნება საზოგადოებისთვის, პრესისთვის. იმიტომ რომ სპორტი და ახალგაზრდობა ის თემაა, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. შესაბამისად დასამალიც ჩვენ სამინისტროს არაფერი აქვს. ამიტომ ჩვენი პოზიცია იქნება მუდამ თანამშრომლობის, რადგან მე მინდა კიდევ ერთხელ პრესას მადლობა გადაუხადო იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც არსებობს ჩვენ შორის. თუმცა მე ჩვენი შეხვედრა მინდა დავიწყო დღევანდელი დღით, ანუ 25 თებერვალი მოგეხსენებათ არის იუნკრების ხსენების დღე და შესაბამისად მე მინდა იმ ადამიანების, იმ ახალგაზრდა ხალხი მოიხსენიო, რომელმაც თავი გაწირეს თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობას და დღევანდელი დღე ალბათ კარგი იქნება ჩვენ ყველამ ერთხელ კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ მათი როლი საქართველოს ისტორიაში. იმასაც გეტყვით, რომ ეს ის ახალგაზრდა ხალხი იყო, რამოდენიმე კაცი მოგეხსენება და ადამიანი იყო შევარდენის კლუბის წევრი და აქტიურად იყვნენ ჩაბმულები ნიკოლაძის მიერ დაფუძნებულ შევარდენის მოძრაობაში და კიდევ ერთხელ მინდა მე ამ ადამიანების გახსენება და თავი დავხარო მათი გმირობის წინაშე. რაც შეეხება საქმე, გადავა პირდაპირ საქმეზე. ჩვენი ანგარიში ვალდებულება პირველ რიგში საზოგადოების წინაშეა და ეს ანგარიში მე მინდა ჩავაბარო საზოგადოებას თქვენი მეშვეობით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი წელი რა თქმა უნდა არ იყო იოლი, მაგრამ იყო მეტად საინტერესო განვლილი წელი და წლევანდელი წელიც ასევე საინტერესოდ დაიწყო და მე მინდა განვაცხადო, რომ ეს წელი მეტად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის სპორტის განვითარების კუთხით და ახალგაზრდული თემატიკის განვითარების კუთხით, იმიტომ რომ მართლაც ქვეყანაში არ არსებული იქნება აქამდე არ არსებული დოკუმენტი, ანუ პოლიტიკის დოკუმენტი სპორტის განვითარების კუთხით და ახალგაზრდული თემატიკის განვითარების კუთხით. ჩვენ შექმნით ორი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელშიც ჩართული იყო მთელი მთავრობა, შეიქმნა საკოორდინაციო საბჭოები მოადგილეების დონეზე, რომელიც განიხილავდა სხვადასხვა თემებს და ძალიან მნიშვნელოვანი აქვს მთავრობის ერთიანობა, იმიტომ რომ იმ სამინისტროებმა, რომლებიც იყვნენ ყველა სამინისტრო, რომელიც იყო ჩართული ამ პროცესში, თავისი შენიშვნები წარმოადგინა, ჩვენ ეს შენიშვნები გავითვალისწინეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო მეგობრების და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში მუშაობის დროს. მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო UNICEF-ს, გაეროს მოსახლეობის ფონდს, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან, სადაც მინისტრი ლევან ყიფიანი მედიას ანგარიშს აბარებს და